ერთი ქალის გარეშე ბერლინის მუსიკალური ისტორიის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. მისი სახელია ნინა ჰაგენი. მას ხშირად პანკის დედოფალს უწოდებენ, მაგრამ ეს მხოლოდ მუსიკალური ტიტული არაა. ეს თავისუფლების სიმბოლოა. ნინა ჰაგენი 1955 წელს აღმოსავლეთ ბერლინში დაიბადა. ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაიზარდა, ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება მხოლოდ ადამიანების ქმედებებს კი არა, მათ აზრებსა და ხელოვნებასაც აკონტროლებდა. ნინა თავიდანვე განსხვავებული იყო, მისი ჩაცმა, მისი ხმა, მისი სცენა, მისი დამოკიდებულება, ის არასოდეს ეტეოდა იმ ჩარჩოებში, რომელსაც რეჟიმი ითხოვდა. 1976 წელს, მას შემდეგ რაც მამინაცვალმა, მომღერალმა და დისიდენტმა ვოლფ ბირმანმა მოქალაქეობა დაკარგა, ნინა ჰაგენმა ღიად გააკრიტიკა ხელისუფლება. რამდენიმე თვეში მასაც აიძულეს აღმოსავლეთ გერმანია დაეტოვებინა. ის დასავლეთ ბერლინში გადავიდა და სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი. დასავლეთ ბერლინი იმ წლებში სრულიად განსაკუთრებული ადგილი იყო. კედლით გარშემორტყმული კუნძული, ქალაქი, სადაც ახალგაზრდები მთელი ევროპიდან თავისუფლების საძებნელად მოდიოდნენ. ხელოვნება, ექსპერიმენტი, ამბოხი, ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა. სწორედ ამ გარემოში შექმნა ნინა ჰაგენმა თავისი ჯგუფი. 1978 წელს გამოვიდა ალბომი, რომელმაც გერმანულ როკსა და პანკში სრულიად ახალი ხმა მოიტანა. მისი სიმღერები მუსიკის გარდა იყო პროტესტი, ირონია, თეატრი და უპირველეს ყოვლისა უფლება, იყო ისეთი, როგორიც ხარ. ნინა ჰაგენი მალე საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა, მაგრამ მიუხედავად მსოფლიო წარმატებისა, ბერლინი მის შემოქმედებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. რადგან სწორედ ამ ქალაქმა მისცა შესაძლებლობა საკუთარი ხმა აღარ დაემალა. დღეს ბერლინი ისევ მრავალფეროვანი ქალაქია, სადაც განსხვავებულობა პრობლემად კი არა, სიმდიდრედ მიაჩნიათ. ნინა ჰაგენის ისტორია გვახსენებს, რომ თავისუფლება მხოლოდ საზღვრის გადაკვეთა კი არა. თავისუფლება არის შესაძლებლობა, ილაპარაკო, იმღერო, განსხვავებული იყო და ამის გამო არ გეშინოდეს. იქ, სადაც ადამიანები საკუთარ ხმას კარგავენ, თავისუფლებაც ქრება. იქ კი, სადაც საკუთარი ხმის არ ეშინიათ, იბადება ახალი მუსიკა, ახალი ხელოვნება და დიდი თავისუფლება. Ich schrei sie so lange an, wie ich will. Nee.